YouTube-ის ამ ეპიზოდში ვიმოგზაურებ ბელარუსში, ქვეყანაში, სადაც სიკვდილით დასჯა ჯერ კიდევ მიღებულია და ვეცდები, რომ 48 საათი გავზრდო ისე, რომ არ დამეჭიროთ. არის თუ არა ბელარუსი ნამდვილად ისეთი საშიში, როგორიც ეს ჩვენ წარმოგვიდგენია და საერთოდ რა ხდება ბელარუსში? ქვეყანაში, რომელსაც 1994 წლის მერე ერთი დიქტატორი ალექსანდრე ლუკაშენკო მართავს და ქვეყანაში, რომელშიც 2020 წლის მერე არ არსებობს არც დამოუკიდებელი მედია საშუალებები და არც კრიტიკული აზრი. და მე გადავწყვიტე, რომ ამ ქვეყანაში სრულიად მარტო წავსულიყავი სამოგზაუროდ, რაც არც ქართველ და არც ბევრ უცხოელ მოგზაურს არ გაუკეთებია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ გამამფრთხილეს, რომ უბრალოდ ვიდეოს გადაღების და კრიტიკული აზრის დაფიქსირების გამოც კი შესაძლოა ბევრი პრობლემა შემქმნელო. რომ არაფერი ვთქვათ ჩემს დრონზე და მთელ რიგ აპარატურაზე, რომელიც საზღვარზე გადავიტანე. ამ ყველაფერთან ერთად კი ბელარუსი რჩება ერთადერთ სახელმწიფოდ ევროპაში, რომელშიც ჯერ კიდევ მიღებულია სიკვდილით დასჯა, ეგრეთ წოდებული სამშობლოს ღალატის მოხვლით, რომლის ზუსტი დეფინიციას კონსტიტუციაში არ არსებობს. დაჰო, YouTube-ის ამ ეპიზოდში მე სწორედ ამ ქვეყანაზე მოგიყვებით ამბებს და გეტყვით თუ რა ხდება ბელარუსში. აი, YouTube-ის ამ ეპიზოდში ვიქნები მინსკში, ბელარუსში, ქალაქში, რომელშიც არავინ მოგზაურობს, რადგან ეს არის ბოლო დიქტატორული ქვეყანა ევროპაში, როგორც ამას ევროპელები ამბობენ. და აქ ჩამოსვლა საკმაოდ საშიში და სახიფათოა. და რადგან ეხლა ჩემს უკან მინსკის ფონს ხედავთ, ნიშნავს, რომ მე საზღვარი უკვე გადმოვკვეთე, მაგრამ კიდე 48 საათი უნდა გავსვლა ისე, რომ არ დამეჭიროთ. რაც არ ვიცამდე რთული იქნება, მაგრამ ამას თქვენთან ერთად ვნახავ ვიდეოს ბოლომდე. და ასევე ამოვიცნობ, თუ რა უყვარდათ მამაჩემებს, მამათქვენებს და ბაბუაჩვენებს, ესე ძალიან საბჭოთა კავშირში. ამისთვის კი ძალიან მჭირდება, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, დაალაიქოთ ეს ვიდეო, რომ ბევრმა ნახოს და ვნახოთ თუ როგორ წავა ჩემი მოგზაურობა ქალაქში, სადაც ჯერ თითქმის არავის უმოგზაურია საქართველოდან. და მგონია, რომ ეს ვიდეო თანაბრად შეიძლება იყოს საინტერესო როგორც ძველი თაობის, ასევე ახალგაზრდა თაობის ადამიანებისთვის, რადგან ის სიტუაცია, რაც ახლა დღეს ქვეყანაში ხდება, ხშირად იგივდება ხოლმე ბელარუსთან, პარალელები შეიძლება გავავლოთ საქართველოსთან და ზოგადად პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან, ასე რომ გამომყევი ვიდეოს ბოლომდე და ეხლა ვნახოთ თუ როგორ გადმოვკვეთე საზღვარი ვილნიუსიდან ბელარუსში, რომელიც არც ისე მარტივი იყო. საქართველოდან ბელარუსში მოხვედრის რამდენიმე გზა არსებობს და ერთ-ერთი პირდაპირი ფრენაა თბილისიდან მინსკის აეროპორტში. თუმცა ფრენის ფასების ნახვის შემდეგ სრული სიგიჟე იქნებოდა, რომ 300 ლარი გადამეხადა ბელარუსის ფრენის ბილეთებში, როცა არც კი ვიცოდი, შევძლებდით ვარა უკან განსაზღვრულ დროს დაბრუნებას. ასე რომ გადავწყვიტე ჩავსულიყავი ვილნიუსში და ლიტვიდან გადამელახა ბელარუსის საზღვარი მინსკში მოსახვედრად. ფრენამდე კი ამ უსაყვარლესმა ბავშვებმა მისცეს აეროპორტში და ჩემი შიშები ბელარუსში მოგზაურობასთან დაკავშირებით სრულიად გააქარწყლეს, რადგან მათი გულწრფელი ემოციებით დავწმუნდი, რომ სწორი საქმის კეთება დავიწყე რამდენიმე თვის წინ, როცა სამოგზაურო YouTube-ის კეთება გადავწყვიტე. შენ ახლა მითხარი საიდან მისცე? TikTok-იდან თუ YouTube-იდან? მე YouTube-იდან. YouTube. მე ორივე. აი, გიგი უფრო მიყვარს თუ კაკო? გიგი! აეროპორტში შემოვედი, მიცნეს ამ ბავშვებმა და ძალიან გამიხარდა, რომ ცნო. მე დაგიჭირა. ყველა მიცანი? გიგი! კაკოს გული არ დავწყდი. მე ორივე გიგი. ძალიან საყარლები არიან. აი, წავედით და ვილნიუსში გნახავთ. აი, გამოწერილი ვიყავარ ადამიანს, ხალხო. რა უნდა ხდება, ხარი? ლაიქეთ ვიდეო. გასპონსორი. მე მგონი ეს არის პირველი მოგზაურობა, როცა ვღელავ, როცა ავდივარ თვითფრინავში, იმიტომ რომ მე ვიცრო იქ და მინსკში უნდა წავიდე, ხო და გამომყევი და ვნახოთ რა გამომივარ. ვილნიუსიდან მინსკამდე სულ რაღაც 187 კილომეტრია გასასვლელი, რასაც დაახლოებით 2 საათ ნახევარი სჭირდება, მაგრამ საზღვარზე არსებული არასტაბილური მდგომარეობის გამო ავტობუსების განრიგში ხშირად 4-5 საათი წერია. მინსკის მიმართულებით კი მგზავრების გადაყვანას მხოლოდ 2 ავტობუსის კომპანია ახორციელებს და ამ ბილეთების ყიდვა ყველაზე მარტივად Omios აპლიკაციით შეგიძლიათ. მოკლედ, ეხლა დავფრინდი ვილნიუსში, ხო და აქ უნდა ვნახო ავტობუსის გაჩერება, საიდანაც მე ავტობუსთან გავყვე მინსკში, ბელარუსში, იმიტომ რომ სხვა უფრო მოკლე და იაფიანი გზა არ არის. ესეც ძალიან ძვირია, 50 евро ღირს დაახლოებით. მინსკში რა ჩახვიდე და რავი, ევროპაში რო გადაადგილდებოდე, იგივე მარშრუტი ალბათ 15 евро იღირებოდა დაახლოებით, იმიტომ რომ სადღაც 3-4 საათის გზა არის დაახლოებით ვილნიუსიდან მინსკამდე. ხო და თან კი ძალიან არ მინდა რომ წავიდე, მაგრამ თან ძალიან საინტერესოა რა ხდება ბელარუსში და მეც მაგას
მოგიყვებით და იმედია საზღვარზე გადამიშვებით. წავედი ხა. ავტობუსში ჩაჯდომამდე გადაწყვიტე რომ საყურე მაინც მომეხსნა და ალბათ ყველაზე მეტად ეს მამაჩემს გაუხარდება ამ ვიდეოს ნახვის მერე. რადგან ბელარუსში მივიდივარ, გადავწყვიტე რომ საყურეც მოვიხსნა. ქუთაისში ჩავდივარ, აღარ ვიხსნი ხოლმე საყურეს, მაგრამ მე მგონი ბელარუსში ჯობია რომ მოხსნით მდგომარეობაში ჩავიდე. ესე გამოიყურება აქაური სადგური, სხვათა შორის გავს ძალიან ქართულ ოკრიბას. ხოდა მე მგონი წინ არის ჩემი ეკოლაინსი, აი იქით ეგ უნდა იყოს და რატო ვღელავ მეტყვით ვინმე? ანუ ხო შეიძლება რომ არ ვიღელო. პირველად როცა ვღელავ და ეგრე მოგზაურო, არას არ მიღელვი მოგზაურობის. ცოლმაც გამამხნევა. თუ დაგიჭერენ, შენ დაგიჭერენ მე კი არა ვон კიდი ხარო. 10 წელს გია დაჯიქიო. მაინც შენზე ხარ მარტო, რა არავინ არ ზეს ჩემ გარდა თელ ავტობუსში. ძალიან კარგი დასაწყისი არის მთლიანი მოგზაურობის ის გამამხნევა ჯიგრულად რა. მაგრამ გას 2 სართულიან ავტობუსში ვზივარ. და მაგარია და ჩემი რუსული სკილების გამოვავლინე. ამასობაში ავტობუსში რამდენიმე მგზავრიც ამოვიდა და ბელარუსისკენ დავიძარით. მაგარი ლაქშერი მოგზაურობა მაქვს ხოლმე მისგავდე. ცხელი შოკოლადი დავიწყე ავტობუსში. მაგარია. 1 საათი უნდა მოკლედ აქედან საზღვვრამდე. მე იქიდან უნდა კიდე 3 საათი ვარ საზღვარზე შეიძლება 5-6 საათი გაგაჭერო და ესე მითხეს არ ვიცი. თუ საერთოდ ბოლომდე გავაჭერეს. ნახოთ რა მოსწონდათ მამა ჩვენებს საბჭოთა კავშირში ასე ძალიან. ეხლა მივალ საზღვართან რა ძალიან მალე. ხოლო აი ნერვიულობა აღწევს პიკს. იმიტომ რომ ხო ვიცი რომ არაფერი დამიშავებია და რიაჟი არ დავაშავო, მაგრამ ისიც ვიცი როგორ მუშაობს ავტოკრატიული რეჟიმები, რომ შეუძლიათ მელ ოთახში ნახონ შავი კატა. როცა შავი კატა იქ საერთოდ არ არის ხოლმე. იმედია დიდი ხანი არ გამაჩერებენ საზღვარზე, იმიტომ რაც უფრო დიდხანს გაჩერებენ, უფრო უსიამოვნოა ეგამო. საზღვარზე იმაზე მალე მივედით, ვიდრე მე წარმოვედგინა და ძალიან მალე მივიდა რომ მორჩენილიყო ეს საზღვრის კონსტიტუცია. პირველი გადმოვიარე, პირველი გაჩერება ეს მარტივია, იმიტომ რომ ეს ლიტვის არის და ეხლა უნდა გადავიდეთ იქით ბელარუსში, სადაც არის იზდეც. საზღვრის კვეთისას პასპორტ კონტროლზე მესაზღვრესთან მისვლა აეროპორტშიც კი ძალიან უსიამოვნო პროცესია, რომელიც ალბათ ბევრს გამოგიცდიათ და წარმოიდგინეთ როგორი უსიამოვნო იყო ეს ბელარუსული დროშის ქვეშ. პირველი რაც მესაზღვრე ავტობუსში ვკითხა იყო ვიყავით თუ რომელიმე უკრაინის მოქალაქე, ამის მერე კი იყო სტანდარტული დაკითხვა თუ რატომ მივდიოდი ბელარუსში, რამდენი ფული მქონდა და ასე შემდეგ. ველოდი რომ ჩემს ტელეფონსაც ნახავდნენ, ამიტომ მათთვის არასასიამოვნო კონტენტი წინასაც წაშლილი მქონდა, მაგრამ საბედნიეროდ მარტივად გამოვძვერი, რადგან მათი ყურადღება ორმა ადგილობრივმა ქალმა მიიქცია, რომლებსაც ცალკე კითხავდნენ დაახლოებით 1 საათის განმავლობაში. და საბოლოოდ როგორც იქნა საზღვარის გადავკვეთე და მინსკში ჩავედი. აი ჩამოვედი ვარ და რა ვიცი, ბევრი ვინერული გზაში, მაგრამ ეს ყველაფერი კარგად იქნება. ეხლა გადაღებაზე როგორ არის ამბავი არც ეგ არ ვიცი. მაგრამ წესიდარიგით ოკეია. თუ არ არის, მაგასაც გავიგებ. წავედი და მოგიყვებით მისკის ამბებს, რომ დავბინავდეთ. აქაური მათხოვარი გავიცანი უკვე მეგობრებო, მოვასწარი, რომ ჩამოვედი, ფული მთხოვა, რომ ზუსტად იგივე ტექსტი აქვს, რაც საქართველოში. მე რაღაცა საერთაშორისო ტექსტი არის და მაგით ხელმძღვანელობენ ყველა, რომ რაღაცა ეხა ჩამოვედი, ფული არ მაქვს, საქმამდე ვერ მივდივარ, ყველა მაგას ამოსწოდი, აქაც საქართველოში, ზავ იტალიაში, ყველგან ერთად იგივეა. ვაუ, საბჭოთა კავშირი რა მაგარია. კარგი, პირველი რაც უნდა ვქნა ეხა, რომ ფული უნდა გადავახურდაო აქაურ ვალუტაზე, რომ მე რაღაცების გაკეთება შევძლო. თან ფრთხილად უნდა ვიყო. თან ვერა რომ კარგი კონტენტი შემოგთავაზოთ და მაგარი რთული. არც იქნე მიმიღონ, არც აქ ანაგავჩერე საიძე ვიდე, რა ვიცი. ამიტომ გამომიცერეთ, რა ვიცი, ვწვალო შრომობ და 1 subscribe-ი თქვენ არაფერს არ დაგაკეთოთ, იქით უფრო საინტერესო კონტენტს შემოგთავაზოს მომავალში. წავედი ხა. აგერ ქართული რესტორანი, გრუზინსკი რესტორან, ხინკალკა. აჰა, ციხესთან გავიჭიდე. გაჯობია. კარგია რომ გამედან ავარ და შიგნიდან დავიღებ. ამ კონკრეტულ მომენტს ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში. უი ხო, აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ბელარუსში ჩემი წამოსვლა მამა ჩემის იდეალი ხო. თავის მამა რა გინდოდა? რატო გამომიშვი? დაწერეთ კომენტარებში. ამათი მაკდონალდსი აღმოვაჩინე ხალხო, ნახეთ. მაკბაი. მე აქ არ შევჭამ. просто აი მაკდონალდსი რო გავიდა საბოლოოდ ბაზრიდან ეს დარჩა. 2 minutes later. მაინც გადავწყვიტე რომ fake მაკდონალდსი ვჭამო და გითხრათ როგორი არის fake მაკდონალდსის ფასები ბელარუსში. წავედით.
საშნელება. აი ძალიან ცუდი ბურგერია. იმიტომ არ ვამბობ რომ რაღაცა არ გეგონა. მართლა ძალიან ცუდია. ესეც უგემურია. რა ქვეყანა დაანგრიეს ამის ნახეთ ბიჭო. სასწაული საოცარი ქვეყანა დაგვინგრიეს რა. დედამოთმულები ალბათ. დედა ჩემმა მასწავლა რომ თუ ვინმე გაგიკნაკებსო ესე უთხარიო какую страну разрушили. არ ვიცოდა მომ თუ არა იმედია სწორად. რა ქვეყანა დაანგრიეს არის ვინც არ იცით ალბათ ენაზე. დაახლოებით ჩვენნაირი კარენსი აქვს ეგრე გამოდის 70 ევროში მომივიდა 230 ბელორუსული რუბლი ნახეთ. მე მეგონა მეტი მომივიდოდა, მაგრამ არ მომივიდა. ვახციე ჩემს ჰოსტელამდე. აქაც ჰოსტელში ვჩები, იმიტომ რომ მინდა რომ ვიღაცები გავიცნო. აქიდან გავამდარი, ავარჩე პირველი დღე ჰოსტელი, მე ხვალ ნახოთ სად დავრჩები რა. და აი ნახოთ აქ მაინც თუ იციან ინგლისური, თავიდან ვეცდები რომ ინგლისურად შევუყარო კომუნიკაცია და მე თუ ინგლისურზე უარი მითხრას მე რუსულად. ხო მართლა, რადგან არც Booking-ი და არც Airbnb არ მუშაობს ამ რეგიონში, მომიწია რომ სასტუმრო ჰოტელს კომიდან დამეჯავშნა, ასე რომ თქვენს თუ წახვალ შეგიძლიათ ამ საიტიდან დაჯავშნოთ. Is there any problem there or not? გარკვეული მიზეზების გამო ამ გოგოს ეხლა მეც პირველად მოусმენ, რადგან იქ ყოფნის დროს რაღაცების გამო ვერ ვახდენდი ყურადღების კონცენტრირებას. Here is our notification. You can cook here. You can use fridge, microwave, and teapot. Also here, the common shower for me, some tires and toilets. Okay. This will be this bag, and here's the place for your suitcase. მოკლედ რადგან ჰოსტელში ვცხოვრობ, ეხლა სანამ ხალხი არ არის იქამდე ჩავწერე, და დღეს ხავს უკვე აქ მეზობლები, რომელთაც ვიცხოვრებ და ინახეთ, აქ უნდა შევინახო ჩემი ბარგი. აი ამ პატარა ლოკერით მე ჩავკეტო, რომ ვინმე არ მომყაროს. ანუ ჰოსტელში ცხოვრებას აქ პლუსები და მინუსები. პლუსები არის რომ ბევრ ახალ ადამიანს იცნობ და ეგასწორებს, მინუსები არის ის რომ ვიღაცა ხვინავს და შეიძლება რაღაცები მოყვარო. და პლუსი არის რომ ის 14 ევრო. და ეგრევე ალბათ 60 ან რაღაც ეგრე. სანამ ისევ დღე იყო, გადაწყვეტე რომ ქალაქში გავსულიყავი და ის სულ შემთხვევით ესე ეგრეთ წოდებული ნასწია და კაციაც გავიცანი. So это самый классный бар. Еще классный бар пиано-бар. Самый музыкальный караоке-бар города. Тут очень классные тусовки. Если хотите Масло еще. масло. Там очень много красивых девушек. Можете познакомиться. Вот. Там очень много красивых девушек тусуется. Ты очень красивый тоже. Вы очень красивый. Нас в Минске очень. თუმცა როგორც ბიძაჩვენები ყვებიან ხოლმე, ეს ისტორია ესეთი წარმატებით არ დასრულდა და ამ გოგოებმა მალე დამტოვეს, როცა გაიგეს, რომ მათთან ინტერვიუ ჩაწერა მინდოდა პოლიტიკურ ამბავს. დავდივარ მინსკის ქუჩებში და ზუსტად ხვდები რა უყვარდათ მამაჩვენებს საბჭოთა კავშირში. ხო, თქვენც ხვდებით, სავარაუდოდ რა უყვარდათ. თუმცა უკვე დრო იყო რომ დრონი ამეფრინდა და ბელარუსული წესების დამერღვია, მაგრამ უნდა ვაღიარო რომ სანამ ადგილობრივი მოვიდა, არ ვიცოდი თუ ეს კანონი დაკრძალული იყო და ამისთვის სპეციალური ნებართვა მჭირდებოდა. მოკლედ დრონი უნდა ამეფრინდა და ვიღაც ტიპი მომვარდა რომ არ ქნაო, არა აფრინაო რა, თორე დაგიჭერენო რა და თან თავი და რუსულად მეუნებოდა და მე ეგონა რუსული არ მესწმოდა რა, მაინც რომ ვაფრენდი. და მითხრა რომ ინგლისურად მითხრა დაჟე რა, მე ძალიან ჯიგარი იყო. და თან როგორ იყო იცი იმალებოდა რა გარბოდასავით რომ ვიღაცას არ დაინახა რომ მაფრთხილებდა. ძალიან ისეთი იყო რაღაცნაირი ცუდი მომენტი იყო რა. ხო და მე მაინც ავაფრინე ჯერჯერობით რა ვიცი, არავინ არ გამოჩენილა და წამო ხა დრონის კადრებს განახებთ რა გამომივიდა. ობიექტურობა მოითხოვს რომ ითქვას, რომ მინსკი ძალიან ლამაზი ქალაქია და ის ძირითადად 1945 წლის მერე არის აგებული, რადგან მეორე მსოფლიო ომის თითქმის ბოლომდე განადგურდა და ძალიან კარგი იყო რომ გავრისკე და დრონი ავაფრინე, მაგრამ ბოლო ასეთი სალობის დროს კინაღამ დრონი ჩავამიგდეს და საკმაოდ ბევრი სვინერვიული. აი ხა მომადგილი და რა შეიძლება მალე უნდა ავითეს, იმიტომ რომ კინაღამ დრონი ჩავამიგდეს. შეიძლება ახლა დავამიგდე.
როგორც ადგილობრივებმა მითხრეს, ამ ფორმაში ჩასულ პოლიციელებს ყველაზე მეტი უზეერიდოთ და მეც მართლმადიდებოდი ყველაზე მეტად ამ ინციდენტის მე. საღამოს კი სტრესის მოსახსნელად ალკოჰოლზე კარგი საშუალება არ არსებობს, ამიტომ გადავწყვიტე რომ ბარში წავსულიყავი, მართალია ნასციას და კაციას გარეშე, მაგრამ მაინც. I have one more. Еще один, но другой. Да. Это было очень классно. Это было очень классно. Ულავია ძმაო ბელარუსი, რა თბილისი და რა ბასიანი ხო არ გავა. ნახეთ რა მუსიკა იქნება ბელარუსში. ძილობრივ ბარში შემოვედი, ლუდი ვერ გავაძრე, საიდერი აქვს და მოდი ვნახოთ როგორია ეს საიდერი. 5-6 ლარი გედა დაახლოებით. რა დაია ეგ? სანგემრიელი საიდერია. აქ აქვს ადგილობრივი ჩამოსხმის დაღდი საბჭოთა კავშირებია. მაგარია რა, ვაფშე იმენა აქაურო, აქ უნდა ჩამოხვიდე, ძალიან მაგარი ქვეყანაა. მოკლედ ჯერჯერობით ისევ თავისუფალი ვარ, აი ეს ბელარუსის დროშის ფონზე. მაგრამ რამდენი ხანი ვიხდები კიდე არ ვიცი და მედია ვიხდები, იმიტომ რომ არის საშინელება იქნება აქ ხეში ჩაიშლება. წავედი ხა სანამ ეს ფლეში შეამჩნია ეს და გამომეკიდე. აბა ეხა მაგ ისეთი შეიძლება რომ ვიღაცა მომყვება უკან რა, და ვიღაცა მედევნას მანჩი და მე მგონი გავრეკე ამდენი ნერვიულობისგან, იქით-აქით ყურებისგან, იმიტომ რომ ბალამასო ხოში მგონია რომ ვიღაცა მომზდევს რა. რაღაცნაირი ხო ვითომ ძალიან წნარი ქალაქია, მაგრამ ანუ არ ვიცი რა. ძალიან ესეთია ცნაურია ყოფნა, ძალიან ცნაურია თან. ამის მერე კი ჩემს 14 ევროიან საწოლს მივაშურე, რადგან მეორე დღისთვის ენერგიები ძალიან მჭირდებოდა. მოკლედ ეს არის დღე მეორე, უნდა გადავრჩე მინსკში ისე რომ არ უნდა დამჭიროს, თან დღეს უნდა ჩავწერო ვინმე ადგილობრივი, უნდა ვნახო. ანუ ვისაც მივედი გუშინ არც ერთი არ მაღებინებდა, იმიტომ რომ ეშინიათ სავარაუდოდ, რომ მეც მიგზავნილი არ ვიყო რამე ეგეთი და თან არ უნდათ რომ სადმე მათი აზრი დაფიქსირდეს და თან დღეს აგათვალიერებინებთ კიდე სხვა ადგილებს მინსკისას, რომლებიც ნეტზე ვნახე Yandex-ზე. არ ვიცი საქართველოს ბანკამდე ამის შესახებ, მაგრამ ანუ საქართველოს ბანკის ლოგოა აშკარად, ფერები და აწერია ბელარუსკი ნაროდნი ბანკა. ხო და რა ვიცი, რა ჭამდა ხდება, რა არის ეს? რა ქვეყანა დაგვინგრიეს ამ შობელ ძაღლებმა. ყველა წიაღებაში უნდა თქვა ეგეთი ფრაზაა. ამდენსო დავმოგზაურობ სხვათა შორის, სუმახან მობინებს ინტერნეტი და აქაც დაიჭერდა არ მეგონა რა, კი მეუბნებოდნენ დაიჭერს, მაგრამ არ მჯეროდა, მაგრამ კარგად იჭერს და ბელარუსშიც იჭერს და არ ვიცი მე რომ წავიდე ჩრდილოეთ კორეაში, ერთი მანდას დაიჭერს. ჩემი აზრით ყველა ქალაქში და შეამოწმოთ როგორი მეტრო აქვს და წამოიხმე განახებ როგორი მეტრო აქვს მინსკში. ხო, აქ შეიძლება იფიქრო რომ თბილისის მეტროში ვარ და ჩემი პირველი რეაქციაც ეგ იყო, ვაგონებიც კი თითქმის იგივეა და ვაიბიც რაც თბილისის მეტროში. მაგრამ საბედნიეროდ არის ესეთი დეტალებიც, რომლებიც ჯერჯერობით არ გვხვდება ჩვენს მეტროებში. билет сколько стоит? 90 копеек. თბილისში ამ ჟეტონებით ვიცატარებით თუ გახსოვთ არის ეს ძალიან გადაობა. თუმცა მეტროში ჩასვლამდე ჩემი ჩანთა არ მოეწონათ და სპეციალურ ოთახში გადამიყვანეს, სადაც ჩემი ჩანთა კიდევ ერთხელ შეამოწმეს. აქ კი სიცოცხლე კიდევ ერთხელ გავწირე და ლენის ჩამოვართვი ინტერვიუ. ბატონო ლენინო, რა სიტყვით გავარდება ჩემი ვიდეო? კიო, გავარდებაო. დაალაიქეთ, გამოიწერეთო. კარებიც კი იგივეა. ვიდეოს ბოლოს ჩემი და ლევანის ინტერვიუსაც მოისმენთ. სამი გაფრთხილება და გამაქრობენ ქვეყნიდან ეგრევე დამადებოდა. იშობენ? როგორი შეიძლებოდა უბრალოდ ყოფილიყო საბჭოთა კავშირი რომ არ დანგრეულიყო. საინტერესო. აი ესეთი იქნებოდა საბჭოთა კავშირი როგორ დანგრეული? ჩვენთანაც კი როგორ დანგრეული. იქამდე კი მოდი ვნახოთ თუ როგორ გავიცანი ლევანი. სოლო მოგზაურს სალამ. როგორ ახლა გენეცვალე? კარგად, როგორ. მოკლედ ეს კაცი მე ახლა გავიცანი ჩემი მეგობრის ახმარებით რა და დამეხმარება რომ მინსკი უფრო კარგად აღმოვაჩინო. შევეცდები.
ანუ მადლობა აქიდან რომ გამოცანი ეს კარგი ადამიანი შენში მოგივით. მე როგორც გიდობით ცოტა გამოცდილ ადამიანს უბრალოდ კიდად მიმუშავია ცოტა ხანი. როცა ტურის რამე არ მოწონდა ხოლმე, ვასმევდი ხოლმე ალკოჰოლს და მე ყველაფერი მოწონდა. თვრალი მინსკის ქუჩებში სიარული თვრალი არა. მაგარია. Здравствуйте. Როგორი მუსიკა? Лёгкий такой лагерь. ნახო, ანუ მაინც ყველა კაი მოგზაურობის შემადგენელი ნაწილია ლუდი რა, ეგრე მგონია. თან ცოტა ახლა შევთქვებით და სულ პოზიტიურად დავანახე აქაურობას. მოკლედ, აქაურ ბაზრობაზე მოვდივართ ვაგზების რა. ამოყანა აგერ. ეხლა შევდივართ სეზონურ ბაზრობაზე, რომელიც ზამთარში და ესეთ თბილ დღეებში მუშაობს ხოლმე ზამთარში სიცივეს ძალიან სიტყვა ეხლა 8 გრადუსზე. -20 გრადუსი როა, მაშინ აქ არავინ არ არის. ყველა შიგნით არის, შიგნითაც შევართ. აი იქ უკვე ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ადგილია, რაც მენატრება ხოლმე თბილისური. ქუთაისში ვინც ნამყოფია მწვანე ბაზარში, ეგ ვაიჯი ეწოდინება და აქ შემოვდივარ ხოლმე, რაღაცნაირად შიმზნობ ხოლმე თავს. ქუთაისლობით დავქონექტით, მოკლედ ძალიან მარტივად. კი. და ქუთაისლებო გამოიწერეთ ჩემი არხი. გადმორბენა და ის გავლა გამოვლა მისწორდება რა, მაგიტომ მოვდივარ. ქუთაისის წარებაზრობას მართლა გავს ის. კი, არის რაღაც. იმენა ძალიან, აი გადახურვით რაღაცეები ეხლაც გააკეთეს, მაგრამ საკმაოდ. ქართველებს ჯობია აქ? აუზაური. გაჩნია არის რაღაცეებით ჯობია. არა, გაგიჟებაში, სასმის გაგიჟებაში. კი. უბრალოდ ესენი აჩხუბობენ რა. თორე დანარჩენი რა ვიცი, რაღაცეებს აკეთებენ რა. აი ქართული თონა ნახეთ. გამარჯობა. გამარჯობა. ქართველი ხარ? ქართული თონა ნახეთ ხალხო? ბელარუსში რა, მინსკში. ლავაშები, ხაჭაპურები. ესეთი ისე გამოიყურება. რამდენი ხანია გაქვთ? 8 წელია? სავსეა ტურისტებით მინსკი ნახეთ ხალხო. მე ვარ მარტო გოჩავსული თერმისკი. ეხა ამათ გვირთა მოედანზე მოვედით. კი. ეს არის. ძალიან გავხსნეს. ბიჭო, მართლა გავს. კი, უბრალოდ ჩვენი საბჭოთა კავშირის სიმბოლიკით არ არის გაჯერებული და აქ ეხა ვიდეოში რამდენი გამოჩნდება არ ვიცი, მაგრამ ნამგალი დაურო არის აი შუა ნაწილში და მე ზემოთაც ვარსკვლავი აქვს დასმული ბოძს. -20 გრადუსი როა ზამთარში და რო ყინავს და ძლებში ატანს, ცეცხლი მაინც ანთია რა. რაღაცა ადგილობრივი პერფორმანსი და მე მეშინია რომ არ დაგვიჭერო ამათ გამოდა. წამოწავით და კიდე. არ მეგონა თუ რაღაცა ისე რაღაცა დაკეთები რა. არ ვიცი რა ვიცი, ვერ გაიგებ აქ. რა არის აშში და რა არა. ამიტომ ეს არის ანძა აქაური. აი ეს ფუნიკულიური, აჰა. ფუნიკულიური არ არის, მაგრამ ანძა არის. იჭერს. სომხური ფუნიკულიური. გესალმებით მინსკი. მზიანი მინსკი. და ჩავახვე. ოპა. მოკლედ მედალევარმა ჩამოვტრაკეთ ძალიან ევროპულად. კი. ცოტა ნაკლებად ევროპულ, მაგრამ მაინც ევროპულ მინსკში და რამდენიმე კითხვას დაგისვავ ეხა აქაურობას. კლუბური ცხოვრება რა მეგით, გასართობის ამბავი გააქვთ აქ თუ არა? კლუბური ცხოვრება ამ ქვეყანაში არ არსებობს. ბარების კულტურა არსებობს, ისიც ძალიან ცოტა ადგილია, სადაც მიხვალ და ხარისხიანი კარგ მუსიკას მოусმენ და ხალხიც ისეთი დაგვხვდება, რომელიც შენ პირად სივრცეს პატივსცემს. და ხალხი როგორია ეს? დიктავდივარ მეც რა. ხალხი როგორია? ხალხი ძალიან კეთილი და მიმღებლური არის, ბევრად უფრო ტოლერანტული არის ჩემი აზრით ვიდრე საქართველოში. და განათლებულიც უფრო მეტად არიან, ვიდრე ზოგადად საქართველოში განათლების ფონი ძალიან დაბალი. მე დავამუღამე რომ არ ვიცი ახლა ქალაქში ვარ და შეიძლება რომ გახვიდე მე სხვა სოფლებში იყოს, მაგრამ ანუ ძალიან რავი, კარგად დაცვია პირველ რიგში, ამას გამოვარჩევდი. ძალიან სუფთა ქალაქია, რასაც გამოვარჩევდი. ძალიან სუფთა ქალაქია და ძალიან რავი, ანუ მანქანა გზა დამითმო 500 მეტრი განიმენა რა, რაღაც თბილისში ეგეთრა შეიძლება. პოლიცია? პოლიციას მე პირადად შეხება არ მქონია არანაირი და არც მინდა რომ მქონდეს. მაგითო ვერ გეტყვი მაგას როგორი ტიპები არის. მე ეჭვება ერთხელ სხვათაშორის სკუტერზე გამაჩერეს. მეგობართან ერთად ვკატაობდი და მითხრეს რომ ორი არ შეიძლებაო, ორი არ უნდა იგეთ და დამიწერეს გაფრთხილება. შეეძლოთ რომ ჯარიმას დაეწერათ, მაგრამ შემოიფარგლენ გაფრთხილებით. სეგები. სამი გაფრთხილება და გამაქრობენ ქვეყნიდან ეგრევე დამადებოდნენ. ისევ? პური შევდი ისე ბელარუსში მოგზაურობას, აი თქვა რიგით ქართულ ადამიანს რა.
გააჩნია ადამიანს რა აინტერესებს რა. აი თუ კი უნდა ნახოს 21 საუკუნეში პოსტსაბჭოური ქვეყანა ითვლება, მაგრამ ჯერ კიდევ ჩემი აზრით ძალიან ბევრი ისაა და ჩემი რაღაც თემები, რაც საბჭოურია რა. ძალიან არქიტექტურაში კი. აი შენ დღეს მეუბნებოდი აი ეს რაღაც სიმბოლიზმი რაც არის რა, ძალიან ბევრი სიმბოლოა და ძალიან ამ გაიდაურო, ავი ძალიან ბევრი სიმბოლოა. საქართველოში თუ კი რაღაც ძალიან ბევრი დანგრეული შენობა არის, რომელიც სიტყვაზე ვამბობ რაღაც ლიმონათების ქარხანა იყო რაღაცა და ეხლა უფუნქციონალურია ამიგდებული. აქ ეგეთ რამეს ვერ ნახავ რა. ყველა შენობა ათვისებულია და როგორც მაშინ მუშაობდა რა ფორმების ეცვათ სიტყვაზე ვამბობ, იგივე ფორმები ეცვიათ დღესაც და ისევე მუშაობენ როგორც მაშინ რა. საბოლოოდ ვურჩევდით თუ არა ქართველებს აქ აი მაგას ვამბობ, წავედით ემიდან. გააჩნია რა ინტერესებს ადამიანს, თუ კი აი ზუსტად ის აინტერესებს რომ ნახოს 21 საუკუნეში როგორ შეიძლებოდა უბრალოდ ყოფილიყო საბჭოთა კავშირი, როგორ დანგრეულიყო. აი ესეთი იქნებოდა საბჭოთა კავშირი როგორ დანგრეული. ჩვენთანაც კი, როგორ დანგრეულიყო კი. არ არის ცუდი, ხო ნიხუია სიბედია. ბიჭებს ურჩევდი ჩამო. ბიჭებს ურჩევდი და ბიჭებო ჩამოდით. აი მე მაგას ვიდეო სადაწყისში ვამბობ რომ ეს უნდა აღმოაჩინო რომ მამაც ჩემის თამობას რა უყვარდა თქო და აჰა რა უყვარდა. ეგ არის რა, ანუ ესეთი ურჩევდი ბიჭებს ჩამოსვლას ეგ. აი მოკლედ მომავალ ვიდეოში მე და ჩემი 4 ძმაკაცი მოვდივართ მისკში საგულაოდ. სავარაუდოდ თუ ზაფხულზე ჩამონეკიდე აქ იქნება და ჰოსტელს გავუწევს. აზარი არ არის. მოკლედ შემდეგ ვიდეოში დაგველოდეთ გულაობთ მისკში ბოლომდე. აქ კი ლევანს დავამშვიდობე და ახალი თავგადასავლის ძიებისთვის წავედი იმ დარჩენილ რამდენიმე საათში, რომელიც კიდევ უნდა გამეტარებია მისკში. ლევანთან დამშვიდობების მერე კიდევ ერთხელ მქონდა მცდელობა რომ ადგილობრივი ჩამეწერა, მაგრამ პასუხად ისევ ის მივიღე, რომ ეს შესაძლოა საშიში ყოფილიყო მისთვის. და მაშინ როცა ძალიან ცოტა დრო რჩებოდა მისკიდან წამოსვლამდე, მოხდა ის, რაც ყველაზე ნაკლებად მინდოდა. შორიდანვე დავინახე, რომ ორი ფორმიანი ამედევნა და აი აქ დამადგნენ თავს. ორი ფორმიანი ამედევნა. მეთქი всё წამიყვანეს ხოლმე. გადამამოწვეს, საბუთები მინახეს. და რაღაცა მოინიშნეს და იმედია საზღვრის კოთისა სამი პრობლემას არ შემიფრიან და არ წამიშლიან მასაც. რა ვიცი. თავარი დაბრკოლება იქნება ის, რომ ეს ვიდეოები რაც გადავიღე საზღვარზე არ წამეშალო, იმიტომ რომ კიდე ერთხელ გამჩხრეკენ სავარაუდოდ. გადასვლის დროს და იმედია რაღაცა ისეც არ ნახავ ვიდეოებში, რაც არ მოეწონებათ, იმიტომ რომ ძალიან მარტივად შეიძლება რომ არ მოეწონოთ რაღაც, რაც მე მომწონს ამ ვიდეოებში. და იმედია რომ შევძლებ რომ ეს მასალა თქვენამდე მოვიტანო, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ეს ჩემი მთლიანი მოგზაურობა უბრალოდ სიგიჟე იქნება. რაც არ უნდა სიგიჟედ მოგეჩვენოთ რა, მისკი არის ქალაქი, რომელმაც მე აღფრთოვანებული დამტოვა. იმიტომ რომ რავი, ანუ სხვა მოლოდინი მქონდა და არის ავი ძალიან ლამაზი, ძალიან მოწესრიგებული და ძალიან ევროპული ქალაქი რა, რომელსაც ალბათ ერთ-ერთი მინუსი აქვს ის, რომ რეჟიმმა დაასვა ძალიან დიდი თაღი. ამოსვლამდე კი ეს უსაყვარლესი ქართულ-ბელარუსული ოჯახი გავიცანი, რომლებმაც როგორც ძალიან დიდი ხნის მეგობარს ეგრე მიმასწრა. Say hello to my followers. Hola. მაგარი კაცია ეს. შენ გამარჯობა გენ. გამარჯობა. როგორ ხარ? მიან გავარ. შენი გაცნობა? გამარჯობა უთხარი? გამარჯობა. ამ კარგმა ხალხმა დამპატიჭა თავის. ვაიმე ეს ვინ არის? ეს არის ჰევი. გასაფარებია. ნახე ახალი მეგობარი მოს. გასაფარი. სასმელმა თავის იქნა და ბევრ საინტერესო რამეზე ვისაუბრეთ, მაგრამ ამ კადრებს YouTube-ზე ვერ განახებთ იმ მიზეზების გამო, რომელიც აქამდე ჩამოვთვალე. მადლობა რომ დამპატიჭეთ, ძალიან კაი ტიპები ხართ რა. გაუმარჯოს. გაუმარჯოს. ეს არის ძალიან თბილი კატა, გაუმარჯოს. Я забыл, что Гульвина почти раз зачокается. კარგის ხალხთან ავარ ხალხო და თავისთან მიტოვებენ აქეთ საწოლი გამიშალის რა ვიცი არა ქართველები ძალიან კარგი ხალხი ვართ მოკლედ რა მადლობა ვიდეოდანაც აკოცებს გაუმარჯოს აჰა пока спасибо ძალიან დიდი მადლობა მადლობა შენ ჩამოდით ხალხო დარჩით სასწაულის სასტუმროა ყველაზე კარგი თავს მისკი მოკლედ ინტერვიუზე არავინ მეწერება და მეც არ მინდა რომ ვინმესთვის პრობლემა ვიყო, იმიტომ რომ ყველა მითხრა რომ ძალიან დიდი პრობლემა შეიძლება შეექმნათ როგორც სიცოცხლის, ასევე თავისუფლების იმით თუ უბრალოდ ჩემ კადრში მოხვდებიან და რამე ისეც იტყვიან
რაც არ მოეწონება ადგილობრივ მთავრობას. და რა თქმა უნდა, მე არ მინდა ვიყო ის, ვის გამოც პრობლემები შეექმნებათ ადამიანებს, ვინც აქ ცხოვრობენ. ამიტომ ამ კადრებს აქ არ განახებთ და ვერ განახებთ და გეტყვით ჩემს მოსაზრებას თუ რა ხდება ზოგადად მისკში. რა სიტყვი? საჯობია რომ ვიცხოვროს ამ მიხმა ბელარუსში თუ საქართველოში. გონი იხუსთვის ბელარუსი უკეთესი ადგილია, რადგან იხმა ლაპარაკი არ იცის და ვერც ვერაფერი წამოსდება ისეთი, რაც შეიძლება ვიღაც მასზე ძლევამოსილს არ მოეწონოს. ამ სუფთა და მოწესრიგებულ ქალაქში ალბათ არც იმის შეეშინდება, რომ ვინმე დანით გამოეკიდება და დასაკლავად წაიყვანს. საჭმელი და თავშესაფარი კი ალბათ ის არის, რაც იხუსთვის სრულიად საკმარისია. მაგრამ რა მოხდება თუ ერთ დღეს იხვი ლაპარაკს ისწავლის და საჭმელზე და თავშესაფარზე მეტი მოუნდება? იქნებ ისეთი რაღაცების თქმაც მოუნდეს, რაც მასზე ძლევამოსილ არსებებს არ მოეწონებათ. რა მოხდება ამ შემთხვევაში? გახდება თუ არა ის მტერი და როგორც ეს საბჭოთა დროს იყო, სამშობლოს მოღალატე, რადგან განსხვავებული აზრი გაუჩნდება. და შენ რას ურჩევდი იხოს? თავი მოიკატონოს, რომ საუბარი არც კი უსწავლია, თავი დაბლა დახაროს და საჭმლის და თავშესაფრით დაკმაყოფილდეს, თუ გარისკოს და თქვას ის ვისი თქმაც ალბათ ძალიან დიდი ხანია უნდა. საბჭოთა დროს მოკლული და რეპრესირებული ადამიანების ზუსტი რიცხვი დღემდე უცნობია. თუმცა დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ რეჟიმმა მოკლა ადამიანთა ყველაზე ფერადი და შემოქმედებითი ნაწილი. ადამიანები, რომლებსაც უყვარდათ სიცოცხლე, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჭამდნენ და სუნთქავდნენ, არამედ იმიტომ, რომ ქმნიდნენ, უყვარდათ, სტკიოდათ, განიცდიდნენ და ამას ხმამაღლა ამბობდნენ, რომ თავი ადამიანებად ეგზნოთ. ხალხი, ვისაც არ შეეძლო, რომ უბრალოდ იხვი ყოფილიყო და ამით კმაყოფილება განეცადათ. არ აქვს მნიშვნელობა, რას დავარქვევთ რეჟიმს, საბჭოთას, ბელორუსულს თუ ეროვნულს. ყველა რეჟიმს ეშინია განსხვავებული აზრის და სანამ ეს განსხვავებული აზრი შენში არსებობს, შენ მტერი ხარ. შენ კი უნდა გადაწყვიტო, შენთვის საკმარისია თუ არა, რომ იყო უბრალოდ იყო. ვიდეოს ბოლოს თუ ვინმე გეტყვით, რომ თავისუფლებაზე მაგარი რაღაც არსებობს, არ დავუჯეროთ, იმიტომ რომ ეხლა გადმოვედი ლიტვაში და ვიდად რომ ამოვისუნთქე მაგაზე მაგარი.